მალუის საფრთხეო და ამ აქციებზე თითქმის კი არა და ყოველდღე დავდიოდი და არც ერთ მომენტში პირბადე კი ნიღავი კი პირბადეც არ მკეთებია, ანუ არასდროს სახესაც კი არ ვმალავდი აქციებზე და მიმალვის საფრთხე, ანუ რას უნდა დავემალო, რატო უნდა დავემალო, მაგასაც ვერ ხვდები პირიქით. მინდა რომ ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს და შესაძლებლობა რომ მქონდეს, აი რომ გავიდოდი აქედან, ჩემს კლონებს დავამზადებდი, ყველა ქუჩაზე დავაყენებდი და ყველა ადამიანს გავაჩერებდი და ვეტყოდი, აი მე ვარ ეს. და პირიქით იმით შევაწუხებდი ხალხს, რომ ჩემს ვინაობას ვეტყოდი და არა იმით რომ დავიმალებოდი. ასევე მეორე საკითხი არის ის, რომ ჯგუფური ძალადობაო და ანუ ვერ ხვდები ან ჯგუფური რას ნიშნავს ამ კონკრეტულ ბრალდებაში ან ძალადობა არც ერთი არ ჯგუფურში მიიღია მონაწილეობა არც ძალადობაში ამ კარგ და პატრიოტ ადამიანებსაც ეს კარგი და პატრიოტი ადამიანების პირველად სასამართლოზე ვნახე იქამდე შეხებაც არ მქონია არც ერთთან და 50 დაჭერილიდან ანუ არც ერთთან მიმოწერაც არ მაქვს არასდროს ზარიც არ მაქვს განხორციელებული არც ერთ სოციალურ ქსელში, არც ერთ პლატფორმაზე. სურათიც კი არ მაქვს რომელიმესთან ოდესმე და ერთწამიანი ვიდეოც კი არ არსებობს, რომელიც ერთად გვექნება გადაღებული. ანუ ეს თავადვე შეგეძლიათ მოიძიოთ გადაამოწოთ რომელიმესთან რაიმე სახის კონტაქტი თუ მქონია ოდესმე. და ვერ ხვდები, ანუ არგუმენტის მაგვარიც არ არის იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რასაც ჯგუფური ძალადობა ჰქვია. რა მტკიცებულება ამაში საერთოდ წარმოდგენაც არ მაქვს. ალბათ მათი ერთადერთი არგუმენტი არის შემდეგი. შენი ჩაკვრე ხარ რომ ნებავს მიზეზად ისიც კმარაო. და კიდევ რას ვიტყოდი და ანუ შეზღუდებს რაც შეეხება საერთოდ არცვიო რაიმე გირაოს გადახდას ვიმსახურებ, იმიტომ რომ პირიქით უსამართლოდ აქეთ ვარ უკანონოდ გამოკეტილი და ანუ მე რატო უნდა ვიხადო მაგალითად ფული, მაგრამ თუ იმის გამო რომ მშობლები ნერვიულობენ, მაგალითად 2000 ლარს მაქსიმუმ გადავიხდით. და ასევე სხვადასხვა ადგილებში მისვლა არ მისვლასთან დაკავშირებით ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი რუხაველის გამზირზე მისვლას. დანარჩენი ნებისმიერ ადგილზე შეგეძლიათ ამიგზავნოთ მისვლა და ან ქალაქის დატოვება, მაგალითად ქალაქ თბილისის დატოვება ამიგზავნოთ, არ წავალ აპლოდისმენტების ფონით პროცესი ვერ ჩატარდება, იმიტომ რომ ეს არ არის სამს აქტივი. საერთოდ ვერ ხვდები რისთვის ვისჯებით ეს ამდენი სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანი, ანუ ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით, რუსეთი რო არ გვინდა მაგისთვის ვისჯებით, პუტინის დაკრულ ტაშს რომ აქედან ტაშით არ პასუხობთ მაგისთვის ვისჯებით, ევროპა რომ გვირჩევნია ირანს, ჩინეთს და ბნელეთს მაგისთვის ვისჯებით. ანუ თქვენ თვითონაც ალბათ გეცინებათ ხოლმე, როდესაც პროკურორის მოტანილ ვითომ არგუმენტებს და მტკიცებულებებს ხედავთ. ანუ 4-დან 6 წლით თავისუფლების აღკვეცას ურჩით ადამიანებს ქვის და ბოთლის ან აი მაგალითად დამგვალებული ქაღალდის ჰაერში სროლისთვის, ჰაერში აგდებისთვის. ცირკში არასდროს ანუ 6 წლის მერე ცირკში არ ყოფილი ვარ და არ მეგონა 27 წლის ასაკში თუ მომიწევ და აქ ყოფნა. და ბოლოს იმას ვიტყოდი, რომ დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, რომელიც აქ არის და მამი გილოცავ და ბოდიში რომ ამ უსამშობლო და არაპატრიოტი, სამშობლოს გამყიდველი ადამიანების გამო აქ მოგიწია დღეს ყოფნა.